სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვექნება. არასოდეს ქართულ ტელესივრცეში არ ყოფილა მსგავსი. ჩვენი გადაცემის თემა მენტალობა. თუ როგორი მენტალობა გვაქვს და თუ როგორი მენტალიტეტი გვაქვს ქართველებს, ამას ჩვენი სტუმრებიდან შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. როგორც გითხარით, ჩვენი გადაცემა ქართულ მენტალობაზეა და მე ვფიქრობ, ყველა თქვენთაგანი სხვადასხვა შეხედულების ახართ და მოდი ბესო შენგან დავიწყოთ. რა ვიცი, ალბათ ყველაფერი ისე ჩვენი ბრალია, კი არა, შენი ბრალია ყველაფერი. ჩემი ბრალი, რატო? ჩემი ბრალია ის რომ ჩვენ ალბათ ზედმეტად აქცენტირებას ვაკეთებთ რაღაც საკითხებზე, რაც შეიძლება უფრო, მაგრამ ეს არის რეალობა. სამწუხაროდ ეს არის რეალობა. ალბათ მენტალობის ბრალია ისიც რომ არ ჩანან წინა ხაზზე, უკაცრავად გოგონი უფერზე ხელი მომიხდა, არ ჩანან წინა ხაზზე ადამიანები, რომლებსაც გაცილებით მეტი შეიძლება მოსთხოვო ჭკუა თუნდაც იგივე ქართულ ტრადიციებზე, რომელიც სადაო თემაა. და ამიტოა ჩვენი ბრალი, რა მეტი არის. ბესო, ჩვენი სტუმარი ბიანკა, რომელიც სოფელმა სემა და გამოაგდო. საშინელება. სოფელმა კი არ უნდა სცემოს, უნდა სცემოს მამამისმა, დედამისმა თავის დროზე ოღონდ რა. ალბათ საუბარი იმიტოა საჭირო, რომ ესაუბრო ადამიანს და თუ გადასაწყვეტია ეს პრობლემა, გადაწყვიტა და სოფელმაც სამადაი ქვევი დაუშინა და რაღაც რომელ საუკუნეში ვართ, არ შეიძლება ესეთი რამე. მამამ შვილის სცემოს რომელი საუკუნეა მაშინ? მამამ შვილს სცემოს ტრაქზე წამოვარტყას თუ წამოხდა. რას ქვია ტრაქზე წამოვარტყას? რას ისულელებს საბედნიერად რომ კიდევ კაი მამაჩემია. საბედნიერად რომ კიდევ კაი მამაჩემია. საბედნიერად რომ კიდევ კაი მამაჩემია. ბედნიერი ვარ ამით. მე ორმაგად და ასმაგად ბედნიერი ვარ. ბეცო ისეთ რამეებს ლაპარაკობ შოქში ვარ. შეიძლება ცემა, მაგრამ დედა და მამა უნდა ცემას, მაშინ მაგრამ არ შეშვეს. აი ერთი წუთი ხა რა ცემას რა ცემა იცი არის? აი ხა რა ამგები და კარგად რომ გაიფენ ვიღაცას ხა მოდი ახლა ჩვენ ყველანი გაგი. ბავშვი, მოდი აბა მოდი და ვინ მოერევა ნახოთ. ახლა ხალხს მეტყოდი გაგეთყოდი ახლა მაგ თუ ყვებით მაშინ მიპასუხე ერთი წუთი. ბესო, ხალი თუ გიცემია რა სისულელს არა. აბა ბიანკა იგივე ხალია, ხო? მაგრამ უნდა ცემა. გეუბნება რომ თავის დროზე უნდა ეცემა. მამამ და ტრაქზე წამოვერტყა ხელი რომ ეგეთი არ გასდიოდიყო. აი იმიტომ. როგორ მეწოდებიან შენთქმულები? როგორ მეწოდებიან შენთქმულები? როგორ მეწოდებიან შენთქმულები? ბესო, ტრაქზე ხელის წამოთმით, სქეს შეიცვლი და ის. ეხლა ცხოვრებისეულად დაბადებიდან ავადმყოფით უხარ სქეს როგორ შეიძლება? და შენთვის ავადმყოფობაა ეს? ალბათ ავადმყოფობაა, რა ვიცი, არა, აბა შენთვის რა? არ ვიცი, მე ჩემ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამიტომ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ავადმყოფობა. იცი რა არის, მე ერთი რაღაცა მინდოდა ყოველთვის, რომ სოციალურ ყოველთვის მინდოდა რომ ყოველთვის ყველას ყვარებოდი, მაგრამ არ გამოდის ეგ თემა, არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს. მეც მეყვარხარ. შენ ხო გიწევს? ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ესეთ რამე არ გავა. ერთი რა, კაცი კაცობდეს და ვაჟკაცობდეს და ქალი ქალობდეს და იყოს ქალი. აი ეს მინდა მე ამ ქვეყანაში. მეტი არაფერი.